მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი გაცემის დიდი გაცემის სტუმარი ბატონი დავით მათიკაშვილი, ჩვენი მეგობარი, ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის წევრი, მოგესალმებით ბატონი დავით. ჩვენ ყველანი ვართ იმ სასწაულის დაბეჭდილების ქვეშ, რომელიც ჩვენ ქართულებმა მოახდინეთ, რა თქმა უნდა, გულისხმობ ჩვენი უწმიდესი უნეტარესის სონის ასეთ მასშტაბურ პატივის მიღებას, ესეთი რამ სოფლიოში არ მომხდარა ჯერ. BBC-ს დათვლით 1.5 მილიონი ადამიანი მივიდა პატივისცა ჩვენი უწმიდესი სონას, ეს იმ ქვეყანაში, სადაც 3 მილიონი კაცი ცხოვრობს. ეს ფანტასტიკური შედეგია, ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება და მოხდარიყო, რადგანაც მხოლოდ ჩვენ გვყავდა ესეთი პატრიარქი. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ესეთი პატრიარქი მსოფლიოში ჩვენ გვყავდა მხოლოდ თანამედროვე დროს. ეს რაღაც ბიბლიური, ძალიან არქაული, უდიდესი ფიგურა იყო, რომლის მადლით ალბათ ძალიან დიდხანს საუკუნეები გაგვყვება და მოიხსენიებთ მათ გავიხსენებთ ამ ადამიანს. მაგრამ აქ მინდა შეიძლება ეხლა უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელ თემაზეც ვილაპარაკოთ. მოგვისამძიმრა ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ირანის საელჩო მიცით რომ იქ ომია და მოიცალეს და მოგვისამძიმრეს. ქართულმა მუსლიმანმა გადადეს თავიანთი რელიგიური დღესასწაული და იგლოვეს ჩვენთან ერთად. მარკ რუბიო ძალიან მაღალი ჩინოსანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების და მოიხსენია. ევროპა, რომელიც ჩვენზე ზრუნავს, რომელსაც უნდა რომ ჩვენ მის წიაღში ვიყოთ ამ რაღაც პირობებით, საერთოდ არ გამოეხმაურა ევროპელი ჩინოსნები აი ამ ამბავს. რით შეიძლება ეს ახსნათ? მოგესალმებით ჩალვა ჩვენს ტელემაყურებლებს, მევესალმები. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ქართველის და უდიდესი ქრისტიანის გარდაცვალებას, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც ბოლო 9 საუკუნე მართლაც შექმნა ეპოქა საქართველოში. შემოადრიალა ქართული ხალხი და რაც თვალჩერის ამდენჯერმე გავაკეთე პარალელი, აი ესეთი დატირება ერის მამის ბოლოს საქართველოს ახსოვს ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის დროს. და რაღაცა შემთხვევითი არ არის და სიმბოლურიც არის, რომ ის საეკლესიო სახელი უწოდესი იყო ილია მეორე, იმ დიდი გზის გამგზელებელი და სწორედ იმ გზაზე მავალი სულიერი ლიდერი, რომელმაც შეძლო შეუძლებელი. ამაზე ჩვენ ბევრი რამე ითქვა და ამაზე ახლა აღარ გავაგზელებ, დღესაც არ წყდება რიგი სიონის საკათედრო ტაძარში, რომ მიუსამძროს ქართულმა ხალხმა უწმინდეს მივიდეს საფლავთან და თავისი ვალი მოიხადოს სულიერი, რასაც გწნობს საკუთარ თავთან. და ის რაც ქართულმა ხალხმა ვაჩვენეთ თელ სოფლიოს 1.5 მილიონი ადამიანი წვიმაში, უამინდობაში, რიგში, დუმილში ხმის ამოუღებლად, მოთმინებით, რუდუნებით, რომ იქ მიბრძანებული იყვნენ და საკუთარი ვალი მოეხადათ. და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, გამოჩეხოთ გაჭირვებაში ჩანან პირველ რიგში მეგობარი, ასეა, ყოველთვის ასე იყო და ეხლაც რაღაც გამორჩეული არაფერი არ მოხდა და განსაკუთრებული, გამოჩნდა ვინ არის მეგობარი, აგერ სულ ახლა ხანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიბრძანდა საქართველოს საელჩოში და იქ სამძებნის წიგნში თავის ჩანაწერი გააკეთა, იყო მობრძანებულები იყვნენ დელეგაციები, ბატონო სამების საკათედრო ტაძარში გახდით და ჩემი თვალით ვიხილე უამრავი დელეგაცია, შეერთებულმა შტატებმა რა თქმა უნდა და ან მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, ბატონო სახელმწიფო დონის დონეზე გამოხატა თავისი სამძიმარი და ჩვენ ნუ დავინახეთ ის, რაცაც აი მე და თქვენც არაერთის გვისაუბრია სამწუხაროდ ამ სტუდიაშიც, რომ ევროკავშირის ლიდერებში რაღაცა ესეთი საბჭოები რჩება, რომ ეს მორალური ღირებულებები არის საერთოდ განკრალი. და დაცლილები არიან ეს ადამიანები იმ თვისებისგან, რაც ადამიანს ხდის ადამიანად. მე დავანებოთ თავი რაღაც პოლიტიკას, რაღაც ევროპაში და ადამიანად ხდის. თვისება იყო გამოხატო ემპათია, გამოხატო სამძიმარი, დაინახო, შეხედო თუ საერთოდ ფიქრობ, რომ ქართული ხალხი რაღაცა დონეზე შენი მეგობარია. აი ეს სიმძიმე და გამოხატო შენი. მე მესმის, ეს შეიძლება, მაგრამ ცოტა ცვიერებასაც არის მოკლებულები. ყასიდად, ფარისეულად მაინც ანუ სულ ფეხებზე კიდია ჩვენ რას ფიქრობთ მასზე. მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი ფარისეულად აი აქ ნახეთ სად უნდა მივიდეთ ჩალვა, ჩვენ ხედავდით წლების განმავლობაში სწორედ მაქედან, მაქწიაღიდან დაფინანსებულ კამპანიებს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. ეს ის წიაღია, საიდანაც მოდიოდა შესაბამისი თანხები
შესაბამისი ენერგია იმისთვის, რომ აქ მომზადებულიყო ნიადაგი და თავდასხმა განეხორციელებინათ ჩვენს უწმინდესზე, დედა ეკლესიაზე. ანუ იმ მორალურ ღირებულებებზე, იმ მორალურ პრედისტალზე, რომლის გარშემოც იყო ის 1.5 მილიონი ადამიანი გაერთიანებული. ის ვილეა მეორე ჩვენი უწმინდესი ხო მარტო საკუთარ თავს არ გამოხატავდა. ის იყო სიმბოლო ქართული ღირებულებითი სიმბოლო. აი სწორედ მაგ ღირებულებებს ებრძოდნენ. და ხა რატო გიკვირთ, რომ ის ვერ შეძლეს, ვერ გადაალახეს ის ბარიერი, რომ თუნდაც აი მართლაც ახლა ცბიერად დავარქვით, ფარისებულად დავარქვით, რაც არ უნდა დაგვერქვია, ორი სიტყვა ეთქვა გამომძანებული იყო ეს ჰორდელაიენი იქნებოდა თუ არ ვიცი, კოსი თუ ვიღაც არა აქვს მნიშვნელობა. გამოსულიყო და ეთქვა, რომ ქართულ ხალხს უსამძიმრებ ამ უდიდეს დანაკლისს. კივილს და უყურებ, რომ როგორ ხარ 3.700.000 ადამიანია სტატისტიკურად დაფიქსირებული საქართველოში. 1.5 მილიონი ადამიანი შალვა იდგა. შეიძლება კიდევ მეტიც. ეს არის იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც შეუძლია მოძრაობა და გადაადგილება. ხო, ვინ რამდენი იყო სახში და ფიზიკურად ვერ შეძლო იქ. და ეს ადამიანები მაპატიეთ, მაგრამ დაიკიდეს ფეხებზე. როდესაც მათ ეს ძალიან მარტივი ერთი შეხედვით, მაგრამ მათთვის ეს ურთულესი ნაბიჯი ვერ იყო. ფარისეველი პოლიტიკოსი შეიძლება კარგად არ ჭრიდავდეს, მაგრამ რო დაინახავს, სადაც არის ხალხმრავლობა, სადაც არის ქულების დაწერის საშუალება, ყოველთვის ეთმასნება ხოლმე. ესეც კი არ გააკეთეს მათ. ვერ შეძლეს. აი აქ რაღაცა რადიკალების ნაწილმა თუ ნახეთ, ჯერ ხომ ისედაც გაგზელდა კამპანია, სასაძაგლეებს წერდნენ რა, არამზადობები იწერებოდა, მაგრამ რაღაცა ნაწილი ეცადა რომ მიტმასნოდა ამ მოძრაობას, რაღაცა ყოფილიყო ისე გამოჩენილი ხო, რაღაცნაირად. აი იმათ ესეც ვერ შეძლეს. რატო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ისე იცით სად მივდივართ იქ რომ რატო არ ხდება მაგალითად ისე პრეზიდენტის სასახლის შტურმის დაგმობა ევროკავშირის ელჩის მხრიდან. როგორც კი ამას დაგმობს, მთელი ეს ხუხულა ჩამოექცევა თავზე. იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ძალადობა არის ცუდი, რომ ისინი რო აფინანსებდნენ ძალადობას და მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას, თურმე ეს ყველაფერი არის დანაშაული. აქ მივდივართ. როგორც კი ამას იტყოდნენ შალვა, აღმოჩნდებოდა რომ მთელი ეს კამპანია წლობის განმავლობაში მიმდინარე კამპანია ეკლესიის გაშევების, პატრიარქის შეურაცხყოფის, ავტორიტეტის დაკნინების და ასე შემდეგ, თურმე ყოფილა ფუჭი. იმიტომ რომ თვითონ ისინი, ვინც აფინანსებდნენ ამ კამპანიას, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ აი გისამძიმრებთ, ბატონო, ეს წმინდა ადამიანი რომ დაეღუპათ ქართველებს. აი ამიტომაც ვერ შეძლეს მაგის კი. დამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის მათი ეგრეთ წოდებული ღირებულებითი ფასეულობა ჩვენი ქვეყნისთვის. ამით კიდევ ერთხელ თვალნათლივი. ეხლა ჩვენსაზე გადმოვიდეთ, ეხლა ჩვენებზე ქართველებზე, რომლებიც ჩვენ დასაკარგი ქართველები არ აქვს და ან უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდნენ, ან უნდა ვისწავლოთ მათთან თანაცხოვრობა. მხოლოდ მე ჩემსაც ვიტყვი პოლიტიკოს ალბათ შეიძლება თქვენ რომ ეს თქვათ, მაგრამ ჩვენს პირობებზე რა. აი ჩვენი ქართული ხალხის პირობებზე ვიცხოვრებთ. არანაირი ეს ამდენი ხალხი ჩემი აზრით დააჩქარებს იმას, რომ არანაირი არეულობა მიკროსკოპული რაოდენობა ხალხის მიერ, არანაირი შეურაცხყოფა, არანაირი არევის თელობები არ გავა და მკაცრად დაიჯდება. ჩვენ თვალნათლით ნახეთ არჩევნებში ხო ნახეთ რამდენჯერმე. აი, გაყავდაო. თვალნათლით ნახეთ სად არის ქართველი ხალხი. კი, შალვა, ნახეთ მოკლედ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა საზოგადოებამ ამ გლოვის დროს მოახდინა ისეთი მორალური ქვითკირის წამოჭიმვა, ისეთი უზარმაზარი მორალური კედელი აშენდა, რომელზედაც შეასკდება შეიძლება აი ბჭენი ჯოჯოხეთისათა, როგორც ილიას აქ ნათქვამი ჭავჭავაძეს და არაფერი არ გამოუვათ. იმიტომ რომ ყველამ ცალსახა და ხაზგასმით დაინახა. ამ ქვეყანაში არ გაუვათ არანაირი ფსევდო იდეოლოგიები, არანაირი LGBT პროპაგანდები, არანაირი რაღაც ამოტრიალებული და ესე თავდაყირა დაყიდებული წარმოდგენები სამყაროზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რომ ვიცოდით და რომ სწავლობდით და რომ შევიგნეთ რომ ეს ასეა და თურმე აი ეს ბოლო 30-40 წელია გამოვიდნენ იქიდან ვიღაცები და თქვენს რო იცით ეს ყველაფერი ესე არ არის, მოდი ხა ამოვაყირავოთ რომ ქალი არ არის ქალი, კაცი არ არის კაცი, ის ესეა, ბავშვმა უნდა იმიდან ბაღიდან ისწავლოს, ხო, უნდა იმით უნდა ჩამოყალიბდეს, აბა ქალი უნდა, კაცი უნდა და მე შეიძლება არ გაგუბლება რომ ზემოქმედება მოახდინოს. კი ბატონო, აქვე აი მინდა ვისარგებლო შემთხვევით მე არ ყოფილა თქვენთან ეთერში და იმ რაღაც ამაზრზენი
თავდასხმის და ძალმომრეობის გამო, რაც პოსტებიზე და იმედზე გახორციელდა. კი ბატონო, მინდა თანადგომა, გვერდში დგომა გამოგეხატოთ, ეს იყო სრულად ამაზრზენი, ხელის ფათური, იქ სადაც მათ აბსოლუტურად არ ესაქმებათ. ეს იყო პირდაპირ გამიზნული სიტყვის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა, რომელიც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, რა თქმა უნდა პირიქით იქნება მხარდაჭერა თქვენს მიმართ და გვერდში დგომა და ისწორად ის გოვიარე ხალხის პატრიარქის საფლავთან მდგომაც მათ შორის. ხო, ახლა შეიძლება ასე პირდაპირ პარალელის გავლება რთული იყოს, მაგრამ მათ შორის აი მორალურ ღირებულებებთან მდგომა ნიშნავს იმას, რომ სიტყვის თავისუფლება, ტელევიზიების სურვილი თავისუფლად მართალი სიტყვა მიაწოდოს თითოეულ ქართველს და არ მიცეს საშუალება რაღაცა პარტიულ, დემაგოგიურ, იდეოლოგიურად დამახინჯებულ აი ამ რაღაცა მედია საშუალებებს, აი ეს შემიძლია ვთქვა, აი ეს ტვინის დეგრადაცია გამოიწვიონ ქართულ ხალხს. ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რატომ დაგვადეს. ჩვენ სანქციები რო დედოთ, იმიტომ რომ ჩვენად კონსერვატიული ღირებულების მქონე ტელევიზიები, რომლებიც ანტილიბერალურ იდეოლოგიას აფუძნებს, ეგ კიდევ მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ გავიგებთ. საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ უკრაინაში ომთან. რატომ არ ეძახით რომ უკრაინა იმარჯვებს? ხო. რატომ? თვითონ ისინი წერენ. ინგლისური და ამერიკული ხო. ამბობთ სიმართლეს რომ ესაც პროპაგანდირება ამ იდეოლოგიისა არ შეიძლება. ხო, ანუ რატომ აშიშლებთ კი ბატონო, იმ რეალობას, რომელიც არის აქ და იქ? თან არცვაში ჩვენ სარგებლობთ მათი საინფორმაციო საშუალებების, გაზეთების, ჟურნალების, ტელევიზიების ინფორმაციით. რასაც მათი ექსპერტები ამბობენ, რასაც მათი ლიდერები ამბობენ. რატომ არ ასანქცირებენ დონალდ ტრამპს? კითხვა მაქვს. დიდი ბრიტანეთი რატომ არ ასანქცირებს აი მას რა ქვია, თეთრი სახლის ვერ გაუვა. ჩვენ პატარები ვართ და გჩაგრა. მაგას არ ამბობენ, რასაც თქვენ ამბობთ, რომ რეალობას არ ამბობენ. ხანდახან მეშინია მათი გამეორება. ისია ტრამპი ისეთ რაღაცებს, ზელენსკის როგორ დასცინის. აი დიდი ბრიტანეთი, რომელიც რაღაცნაირად სიმბოლო იყო თავისუფალი სიტყვის, ლონდონი რაღაცა თავისუფლების ჰაერებს ჩახვიდოთ. აი ამ ყველაფერს აქვს ისეთი ხაზი შალვა გადასმული, ამ ყველაფრის მერე რომ თუმცა მე გეტყვით, რომ რაც უფრო ისტორიის ანალიზში შევიხედე, ბრიტანეთი თავის ამპლუაშია ყოველთვის. ბრიტანეთის ერთ საუკუნის წინან ბრიტანეთზე არ მაქვს საუბარი. მე უფრო აი ზომის შემდგომი პერიოდის თემატური. ხა კოლონიალური რა იყო, იქ კარგად. ხო, აი ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან საინტერესო დილემის წინაშე გვაკეთებს. ქართულს იმას არ გულისხმობ. გაჩნდა ახლა რამოდენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ სუსტია, მაგრამ ძალიან ნოყიერი ნიადაგს გაზრდისებს. ახლა ხელისუფლება საბოლოოდ არ ამბობს უარს დასალურ აიდაზე, ამბობს რომ ჩვენ ევროკავშირში და ევროპაში მაინც ვიქნებით ინტეგრირებული, როგორც ჩვენი პირობებით და არ ვიცით როდის. ესე არის თქვენი მოკლედ ვთქვა, უხეში პერიფრაზი რომ გავაკეთოთ თქვენი გამონათქვამების, ისინი ამბობენ რომ ჩვენ საერთოდ არ გვინდა ევროპაში, რა ჩემეხები გვინდა პირდაპირ გეტყვით, აი ამ ხალხთან, რომელიც ჩვენ ღირებულებებს კი არ იზიარებს, არამედ ებრძვის და სულ უფრო და უფრო რთული არის თქვენთვის ქართული ოცნებისთვის, რომელიც ცენტრისტული ძალა არის მაინც თავის დაცვა. ასე არ ფიქრობ? ჩვენ ერთმანეთს უნდა გავმიჯნოთ ევროკავშირი, დღევანდელი ევრობიუროკრატია და ის რაღაც მახინჯი ფორმა, სამწუხაროდ მახინჯი ფორმა მართლობის, რომელიც ბრიუსელმა შეთავაზა და ევროპის კონტინენტს და ევროპული ცივილიზაცია, ევროპული არჩევანი, ევროპის კონტინენტი, ეს ქრისტიანული ევროპა, რომლისკენაც ქართულ ოცნებას კი არა. რო ჩაიხედოთ იმაში, რა ქვია, საქართველოს ისტორიაში ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის იყო ხედვა და სწორება იქითკენ. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ და ვამბობთ ერთ რამეს. ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული ქრისტიანული ცივილიზაცია. ევროკავშირის ბრიუსელის ბიუროკრატია კი არა ცივილიზაციური არჩევანი. მაგას ვამბობთ მაგაზე თქვენ გეუბნებიან რომ როდესაც დადგება ჟამი, როდესაც მოვა იმის დრო და საქართველოს კიდე ერთ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგავს, თუ კი იქ დაგხვდება ჩვენ ის რისკენაც მივისწრაფვით, ბუნებრივია ჩვენ გვექნება სურვილი რომ იქ ვიყოთ. თუ კი ის იქ არ იქნება და თუ კი ეს ყველაფერი იქნება ამოტრიალებული, ეხლა დღევანდელი მოცემულობით რა ცივილიზაციულ უსკულშიც აქვს გეზი
ევრობიუროკრატიას და თან აი ამ ყველაფერში გადაკაჩვის ამ ინერციით მიყავდა მიაქანებს ამ უდიდეს ცივილიზაციას, რომლისკენაც გვაქვს ჩვენ სწრაფა, ნუ ესე წარმოუდგენელი, ხო? ხომ ფაქტია ეს ყველაფერი და აქ ოკეანის იქით კონტინენტიდან გადასარევად აღნიშნეს, გაუკეთეს რენტგენში გაატარეს ეს ყველაფერი და სტრატეგიაში დაწერეს თქვენს რომ ასე თუ გააგრძელებთ ბატონო, უსკული არის გარანტირებული. შესაბამისად, დრო გამოვთქვათ იმედი და მზაობა იმისთვის, რომ იმედი იმის, რომ მოვა მაგის დრო და ჟამი, როდესაც ევროპული ხალხები, ეხლა უნგრეთი ევროპა არ არის უნგრეთი ევროპა. უნგრეთი დიდი საფრთხეა. არ არის უნგრეთი ევროპა. საფრთხეა. სლოვაკეთი არ არის. ეხლა არჩევნებზე ნეტა ყველაფერი კარგად დაჩერის იქ დამკვირვებლად მივდივართ, ჩვენ პარლამენტში გვაქვს ეს მომენტი და იქ ადგილზე დავაკვირდები და ვნახავთ ამ ყველაფერს. რის თქმა მინდა იცით რომ ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო მეტად იღვიძებს და მეტად იაზრებს ევროპელიერები იმას რა უსკულის წინაშე აყენებთ ის პოლიტიკა რომელსაც აწარმოებს გერმანელი იაზრებს ბრიუსელი. როცა ბლოკავს აი არის იქ რო არის ავტორიტარიზმი მონაგონია რუსეთიც კი მე ნუ დაახლოებით ერთი ყაი და გძალავს პირდაპირ მასმედიაში გძალავს პირდაპირ როგორც ხო ძალიან კარგად იცით რომ ცუდიერები არ არსებობენ ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით რომ არის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება არ და ვერ გამოხატავს საზოგადოებისას და ეს ხომ ფაქტია, შალვა, რა გვინდა ამის ლაპარაკი. ნახეთ, აი 19%-იანი მხარდაჭერა, 12%-იანი მხარდაჭერა. შეხედეთ, ვინ მართავს დღეს ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებს. მართლობა, რომელიც არ გამოხატავს იქაური ხალხის ინტერესს. ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ იმედი ვიქონიოთ, მოვა ჟამი, როდესაც ევროპა გაიღვიძებს და მიხვდება რომ ბრიუსელის პოლიტიკა ეს არის დაღუპვის პოლიტიკა. 28 წელი არის რაღაცა მიჯნა ჩვენ. დაუშვათ არ მოვიდა ეგ დრო. რაც ჩემი აზრით უფრო დიდი ალბათობითაა გასათვალისწინებელი. ჩვენ გვაქვს ერთი შალვა პაპუაშვილმა არაერთზეც თქვა ეს ყველაფერი და ამაში აბსოლუტურად სპიკერს ვეთანხმებით და ეს არის ჩვენი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. არსებობს ჩვენი ქვეყანა, არსებობს საქართველოს ინტერესები, არსებობს ჩვენი ქვეყნის ორი უძირითადესი მიზანი და ინტერესი. ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ქართული ხალხის კეთილდღეობა. პრემიერს რო გამოუცხადეთ ნდობა, გამოვიდა და ბრძანა ირაკლი კობახიძემ. ჩემი მიზანია 0% ოკუპირებული ტერიტორიები, 0% სიღარიბე სიღატაკე საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი. ამის ფონზე ყველაფერი დანარჩენი არის საშუალება. ყველაფერი დანარჩენი არის საშუალება. ეხლა მაშინ ვილაპარაკოთ ჩვენს თანამემამულეებზე, რომლებიც რიგი მიზეზების გამო არიან ამ ცრუ ნარატივს აყოლილები, რომელსაც მე გიჟებზე არ ვსარვამობ. აგერ ეხლა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაკავებულია შიზოფრენის დიაგნოზი აღმოაჩნდა, არ ვამბობ შეგნებულად გვარდა სახელს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან ბევრი მათგანი მენტალური პრობლემებით არის და რასაც ისინი აკეთებდნენ. ეს ჩანდა პირდაპირ და მისახედია, ეს საკითხი საქართველოში ზოგადად მისახედია, მაგრამ ახლა არ არის ამის საუბრის დრო. ეს ხალხი საჭიროებს ლიდერს, ოპოზიციის ლიდერს. მე კი იმას კი არ ვამბობ, რომ ოცნების წინაშე უნდა გაჩნდეს ეს ლიდერი, მაგრამ პრობლემა მაინც მინდა რომ დამიდასტუროთ არსებობს. არსებობს ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელსაც არ უნდა ქართული ოცნება, არ უნდა ის რასაც ოპოზიცია ქვია, საერთოდ არ უნდა. და მათი არ ჩართვა, ანუ აფსაიდში ყოფნა, თამაშგარმდგომარეში ყოფნა არის პრობლემა. აი ამ ხალხის, რომელსაც უნდა ოპოზიცია, მაგრამ არ უნდა ეს საშინელება, რასაც ახლა არა თუ მხოლოდ მაგ ხალხს. ოპოზიცია ჭირდება ჯანსაღ დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის 2-4. როგორი კარგი ხელისუფლებაც არ უნდა ყავდეს ამა თუ იმ ქვეყანას. როგორც არ უნდა სრულნავდეს და ღამები არ ეძინოს ხელისუფლებას ქვეყანაზე. თუ კი არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, ეს არის პრობლემა. და ეს პრობლემა დგას საქართველოში. ამ პრობლემას ჭირდება მოგვარება და მოგვარების გზა არის სწორედ იმ დასნებოვნებული ბჭყალებში, პოლიტიკურად დასნებოვნებული პოლიტიკურ მანტიაში გახვეული სინამდვილეში კრიმინალური შიგთავსის მქონე რადიკალური ოპოზიციისთვის განაჩენის გამოტანა. ამას ქართული ოცნება ვერ გამოუტანს. ხალხმა გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი არაერთის ქართული ოცნების ხელმძღვანელობა. საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო და სარჩელი, რომელიც არის წარდგენილი. ჩვენ ვარ დემოკრატიული ქვეყანა, შალვა. ხელმძღვანელს შორის და ეხლა რო კვადრიან და აყენებენ უკრაინას და მოლდოვას ჩვენ წინ. როგორ გაუკვდა იქ პარტიები იცით? საერთოდ არ მიუმართავთ სასამართლოს.
არჩევნების წინ გაუქმდა მაგალითად მოლდოვაში ყველაფერი. უკრაინაში ჯერ გააუქმეს ამოშალეს მე მიმართეს სასამართლოს. კი ბატონო, ესე არ ხდება. სასამართლო წყვეტს ამ საკითხს. სასამართლო გადაწყვეტს არიან ისინი მათი საქმიანობიდან გამომდინარე ღირსნი, რომ პოლიტიკურ ამპლუაში იყვნენ მონაწილენი პოლიტიკური პროცესის. თუ ჩათვლიან რომ არიან ღირსნი, დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. თუ ჩათვლიან რომ არ არიან ღირსნი და იქ იმდენი მტკიცებულებაა წარდგენილი, რამდენიც ფუნქცია მარტო ამ დიახ ამ კომისიის და რა ქვია ხომის შედეგად საზოგადოება ხო კიდევ ერთხელ გაიხსენა ის კოშმარი ხო გაიხსენა რაც თავს დაატეხა დაცულ მოძრაობას და არ არის კარგად კიდე ეს ამათი ეხანდელი ოპოზიციაში ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ყოფნის ხო ეს კიდე 12 არ არის კარგად ბევრი საბოტაჟი არ არის ჯერ კიდევ კი ბატონო რა არის თქვენი ციფრი ხა პროკურატურის საბოტაჟის პროკურატული მუხლით საქმეც მიმდინარეობს აქედან გამომდინარე თუ კი ეს ასე მოხდა და მტკიცებულების დონეზე სასამართლოს ამის მტკიცება არ გაუჭირდება. იმ მტკიცებულებების დაყრდნობით, რაც იქ არის წარდგენილი. თუ კი ეს ასე მოხდა, ეს იქნება იმის აუცილებელი პირველ რიგში საფუძველი, რომ ჯანსაღ ნიადაგზე გაჩნდეს ოპოზიცია, რომელიც იქნება ქვეყნის ოპოზიცია კი არა, ხელისუფლების ოპოზიცია. აი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე შეგეკავათებით. დავუშვათ ყველაფერი კარგად წავიდა და სარჩელი შეტანილია ნაცებზე, საკუთრივ ნაცებზე, რაღაც მათ ანაცვლი ახალი რგვარი ლელოზეც ხო, რამდენიც მე მახსოვს. კი, მანდა ლელო ხო, და გახარიაზე არ არის. არ არის, კი ბატონო. შემოვიდა პარლამენტში და ნუ ამ სამ პარტიაზე. და დავუშვათ ჩვენ დროა და ხო რაღაცა. ვერ ვიტყვით წინასწარ, ხო იმ ალიანსზე, ნაცების კონკრეტულ ალიანსზე. თქვენ ნაცები არიან, მაგრამ მოდით ახლა ესე კი ბატონო. ვილაპარაკოთ. და აგზალა პარტია, ასე ვთქვათ, ამ სასამართლომ იქ როგორ არის სარჩელო ინდივიდებსაც აეგზავებათ კი ბატონო იქ ის მემკვიდრე პარტიები რო არ შექმნან რო არ გამოიყენონ სხვა სახელწოდება და იგივე ადამიანებმა არ შექმნან იგივე იდეოლოგიის მოცემულობა ამიტომ არის შესაბამისი მოთხოვნა რომ მათი ამ ადამიანების კონკრეტული პიროვნებების აგზავნა მოხდეს რა თქმა უნდა მოხდეს კონკრეტულ ადამიანებს კი ბატონო დავუშვათ კი ბატონო აი მე რა ხდება აეგზალათ კი ბატონო ყველანაირი დაფინანსდება რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან ეგზალებათ პარტიები უქმდება ანგარიშზეც ვერავინ ჩაურიცხავს მაგრამ რჩება ეს ხალხი რჩება მათი ტელევიზიები და მედიები მათი ну ჯერჯერობით მათია ხო არ ვიცი მე რა მოხდება კონკრეტულად როგორ იქნება როგორ ჩანაცვლდება კონკრეტულად ძალიან კონკრეტულად მითხარით ეს როგორ ჩაანაცვლებს ახლა პოლიტიკური პროცესი არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი დემოკრატიული მოცემულობიდან გამომდინარე არის პირდაპირ ხელის გულზე ეს არის არჩევნები და არჩევნების შედეგად საზოგადოების ნდობის მოპოვება. არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში ბუნებრივია პოლიტიკური პროცესი არ ჩერდება, მიდის ოპოზიცია თავის საქმეს აკეთებს, უმრავლესობას თავისი მიმართულება აქვს, იქ ტელევიზიები მუშაობენ, რაღაცას პროპაგანდირებენ, მაგრამ ძირითადი საყრდენი პოლიტიკური პროცესისთვის ბიძგის მიცემისა, როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით არის არჩევნები. ამიტომაც კეთილი მოსხდელა მოემზადოს არჩევნები. ვერ იღებს პეტრე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პავლე არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად საზოგადოების ნდობას დაიმსახურებს იმისთვის რომ ერქვას ოპოზიციური პარტია იქნება ოპოზიციური წარმოდგენილი უხეშად თქო ჩემ ლოგიკას მიყევით 26 წელს შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება ან 27-ში ხო დაახლოებით აქვს და მაქსიმალური ან 26-ში ან 27-ის დასაწყისში გვაქვს ეს გადაწყვეტილება ნუ ჩვენ გვინდა რომ იყოს ჩვენს არ ვიცი რა სიტყვას ნუ დაუშვათ თქვა ეს უკვე 28-ში რომ მოდის არჩევნები იმ არჩევნებში ეს კონკრეტული პეტრეები და პეტრეს პარტიები აღარ მიიღებენ მონაწილეობას და საჭირო გახდება ახალი პავლეები ასე ვთქვათ რომლებიც ჩაანაცვლებენ ამას პრინციპით რატომ ეს და პუსტა ნიბუაედო ოკუპანტურად რო ვთქვათ მოკლედ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური ნიადაგზე ღია ადგილები არ დარჩება დამერწმუნდეთ რა ქართველებს ხო მარტო გორულებს არა თეთრ საქართველოს აქვს ეს პოლიტიკური ასე ვთქვათ სურვილები და პოლიტიკაში ყოფნის ჟინი გამოძრავებს დამერწმუნეთ ქართველებისთვის იქნება ის
შეთავაზებული, უკვე შეთავაზებული, ბუნებრივად შეთავაზებული რესურსი რომ გამოიწვია. შეთავაზებული ხარ სივრცე და ამ სივრცით ვინ ისარგებლოს? ბუნებრივი საქმე არ არის. ეს არ არის უბრალესობის საქმე და სახელმწიფოს. ეხლა ძალიან საინტერესო შეკითხვა. ამავე დროს ჩვენ გვჩება ჩვენი მოდით რა მოწინააღმდეგე ეს ევრობიუროკრატია და deep state რომელიც ფულს ჩადებს არა პეტრეში რომელიც დისკრედიტებულია არა პეტრეს მაგარ პავლეში რომელსაც არა აქვს დისკრედიტებული წარსული ეხლა ჩვენ ამის თელობას ახალგაზრდების კუთხით შვილს პეტრეს შვილში ჩადებს და მაინც აი ამ რესურსის მეშვეობით მაინც აი ამ თავისი მავნე ანტიქართული იდეოლოგიის პარტიები მაინც შემოცოცდებიან აი ამის რაც შეეხება პარტიებს და უცხოეთიდან დაფინანსებას. ხო. საქართველოში დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც უცხოეთიდან პოლიტიკის დაფინანსებას კრძალავს. გააჩნია სახელმწიფოს იმისი რესურსი, რომ გააკონტროლოს მაქსიმალურად ეს პროცესი და ბიძგი უცხოეთიდან საქართველოს საქმეებში ხელების ფათურს და აქ პოლიტიკის დაფინანსებას და სხვა ჩემს საქმეების სარგებლებს შემთხვევით დიდი ბრიტანეთი იღებს ახლა კანონს რომელიც სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებს კრიპტოვალუტა იგზავნოს და ასე შემდეგ. ჩვენ რო ვიღებთ რუსულ კანონს ვიღებთ და ისინი ბრიტანულ კანონს. ორმაგი სტანდარტია. გასაგებია. მოკლედ საქართველოს მესნაბეჯები გადადგა ბრიტანეთამდე. ევროთად. და ეხლა კიდე გადადგა 40-იან წლებში გადადგა. ჩვენ ეხლა გადავდგეთ. კიდე გადადგა ეხლა ხანს. კი ბატონო. არის შექმნილი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ქვეყანას უცხო ჩარევებისგან დაიცავს. დანარჩენი უკვე არის ტექნიკის საქმე. და სხვათა შორის იმათი საქმეც, რომლებიც პროევროპული პარტიები საჭირო არის ხალხის საქართველოში პროევროპულად გაწყობილი და სწორედ ამ პარტიების მარიფაზია დამოკიდებული რომ დესტრუქციულები კი არ იყვნენ და მაინდა-მაინც რევოლუცია და რუსეთის მონები კი არ გვეძახო და რევოლუცია კი არ მოინდომა. არამედ იყვნენ პროევროპული პარტიები. ისევ დავესესხები სპიკერს და ვიტყვი რომ გზა ჭეშმარიტებისა მოდი ესე ვთქვათ რა არის ქართული პროს დავანებოთ თავი პროქართული უნდა იყოს ნებისმიერი ის პოლიტიკა რომელსაც საქართველოსთვის უნდა რაიმე სიკეთის გაკეთება ესეთ რაც შეეხება თქვენს ანტურაჟს ანუ რაც ახლა ბძანეთ გავიგე ეს მომენტია პროევროპული პროჩინური პრო არ ვიცი მე არგენტინული პარტიები იყოს მაგრამ არგენტინიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ნდობა უნდა კონდეს მას საზოგადოებაში. საზოგადოებაში უნდა უნდოდეთ ძალიან რომ პროარგენტინული პარტია იყოს, რომ გამოვიდნენ ვიღაცამ და თქვას რომ იცი დაერქვას ბუენოს აირესი ამ პარტიამ და რაღაცა იყოს მონაწილე. მეგობრებო, პროევროპული პარტია ვერ იქნება კარგი, იმიტომ რომ ევროპაა ცუდი თავისთავად. აი, ნუ მაგაში მე ვერ დაგეთანხმები და ევროპა ცუდზე არ არის. ევროკავშირის სხვა მომენტია. ევროპული ცივილიზაცია სხვა ამბავია. ამიტომ ეს ევროცივილიზაცია საზოგადოებას მივანდოთ არა მოიცა პაპუ გათავდა არ მოგისამძიმნეს ეს ძალიან მძიმეა ვინც ევროპას მართავს იმათმა ფეხებზე დაიწყეს რომ მაინც ეს არის ის ბრიუსელის მდარე დღის წესრიგში მოხარშული ევრობიუროკრატია რომელსაც გასახანი არ მიცემ მორალს სამწუხაროდ გადაწყვეტს თუ არა მნიშვნელოვნად გასცემს პასუხს კითხვაზე ორბანის არჩევნები დიახ ორბანის არა იმ ქვეყანაში არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია გადაწყვეტს თუ არა ანუ ეპოქალური პრინციპული არჩევნები ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მოხდება თუ არა გათავისუფლება ევრობიუროკრატიის იმიტომ რომ ეს არ არის კი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია იმიტომ რომ კონსერვატიული ძალებისთვის ეს იქნება ძალიან სიმბოლური რა მოხდება კი ბატონო უღრმესი მადლობა დავით მიქიაშვილი იყო მათიკაშვილი იყო მიქიაშვილი რატო ახსენეთ ფიქრობდეთ ჟურნალისტი დავით მათიკაშვილი იყო ჩვენი განცემის სტუმარი უღრმესი მადლობა დავით და როდის მიბრძანდებით აი 10-ში უნდა წავიდეთ 15-ში 12-ში და იმას აღდგომას ემთხვევა გამწუხაროდ ვიცნობთ იქ როგორ არის საქმე იმაში ის როგორ არის ნახევარზე ცოტა უფრო მეტი ხმა აქვს რამდენადაც მე ვიცი ორბანის პარტიას გასაგებია ნუ ძოლა ისე არ არის რომ რადიკალური ის არა აქვს ასე ხმებში მაგრამ ეს სტატისტიკით მაგრამ იქნება როგორ იქნება აი ძალიან საინტერესო იქნება დაკვირვება კი ამ პროცესზე უბრალოდ მადლობა ჩვენ სულ მცირე ხანში დამასაყარებლად და პეტრე მამრაძე გვეწევიან ეხლა ცოტა პატარა რაღაცა რეკლამა გავუშვათ მაშასე დამასაყარებლად ბატონი პეტრე მამრაძე არის ჩვენი განცემის სტუმრები მე საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს მინდა დავუთმო ყურადღება მაგრამ რა თქმა უნდა ესე ჩვენს უწმინდეს უნეტარესზე უნდა ვისაუბრო ჯერ უпростоრად იგივე კითხვა რაც წინასწარმას დაუსვი ჩვენ მომსწრენი ვართ ამ სასწაულის თურმე ამ ცინიკურ პოსტმოდერნულ სამყაროში შეიძლება ერთი ადამიანისადმი ასეთი მოწიწება გამოხატოს ყველა და ამ დროს მილიონ ნახევარ ამ დროს ჩვენ ხედავთ
ეგრეთ წოდებული ევროპის მაღალ ჩინოსებს, რომლებსაც საერთოდ დაიკიდეს ეს ამბავი რა, დიდი ბოდიში, მაგრამ ესია. რა მენტალობა არის ეს რა არის? ანუ ფარისეულადაც კი არ მოგისამძიმეს. არც უნდა მოესამძიმრათ, იბრძვიან ისინი. და ეს რაუნდი იყო ბრძოლის რაუნდი, რომელიც წააგეს. რომ დაინახეს ეს პატივისცემა, ხო? კარგი, ეს ეგ მაგალითად წაგება. თქვენ რა სიტყვით? პრინციპში იგივეს და დაუმატებ ამას. მე ხო ბევრი მისაუბრია მოცხერებთან, ძალიან ბევრი ამ ბოლო თქვათ 30 წლის განმავლობაში მაინც მანამდეც, მაგრამ 33-დან. ისე განწყობა როგორია, რომ ესე იგი თქვენი საზოგადოება და მოსახლეობა ჯერ მაინც ძალიან კონსერვატულია. დემოკრატიის მზად არ არის. ხო, არ არის მზად. ალბათ ჯერ კიდევ წინ ბევრია გასავლელი. მე მეცაც გეტყვით. რამდენიმე წლის წინათ კოვიდამდე ერთი მეცნიერი კაცი ამერიკელი წარმოშობით, რომელიც კარგად იცნობდა საქართველოს, იმყოფებოდა სტრასბურგში და იქ დაელაპარაკა ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს. სულ 12 კაცი იყო, აქედან 7 ელაპარაკა. აზრი იყო ასეთი: ნუ ახლა ხო გესმის ეს სამი ისლამური ქვეყანა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ისინი მალე ვერ დაადგებიან დემოკრატიის გზას. ეს გამორიცხულია. ამ კაცმა დაუწყო ახსნა, რომ აქედან ორი არის უძველესი კულტურის და ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც ლამის შეეწირა მთლიანად თავისი მოსახლეობით, აი ამ სომხეთში შეასრულეს რა გინდა? კი. სომხეთში შეასრულეს. ეკლესიას საოცრად დაასუსტეს. კი. ხო და მართლაო, ესე იგი ჩვენ ვართ საქმე გვაქვს იმ ევროპასთან, სადაც ადამიანები შედიან საპარლამენტო ჯგუფში. საქართველოსთან მეგობრობისგან ჩვენს კულტურაში 5 წუთი გინდა, ხო კაი 10 წუთი შედი ნახე, ხო? ვიკიპედიაში მაინც. ვიკიპედიაშიც კი, ვერასვარ არა. პედრე ირანი არიცია. ისე სხვათა შორის გადავიდეთ ირანზე. ეხლა დავიწყოთ ირანზე საუბარი. ირანი არიცოდნენ, ხო ნახე. ირანი, რომელიც სხვათა შორის ბედის უკმართობის გამო ჩვენ ევროპოცენტრიზმის გამო ისიც რომ ყველაფერი კარგი ევროპაში იშვა და სხვა ცივილიზაციები არ არსებობენ. ირანის ამბავი, ჩვენი მეზობლის ამბავი. ჩვენ მე პირადად არ ვიცოდი, სანამ სპეციალურად არ დავინტერესდი, ხო? ნუ ირანთან ომების გადატანის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნეგატიური მდგომარეობაც ჩავმიყარი და ლიბერალი ვიყავი. გიხსენებთ, მით უმეტეს ეს ნეგატივი გამეზარდა. შემდეგ უკვე როცა წავიკითხე, რა თქმა უნდა, მეც დავწუნდი იმაში, რომ ეს არის იმპერია, დღესაც არის იმპერია და არის 3000 სლოვანი იმპერია. და დღესაც მაკედონელი რომ იბრძოდა იმ წყლის არხებზე, არის ირიგაციის სისტემა. დღესაც ირწყვება იმ 2500 წლის წინ გარტყილი არხებით ირანი. და ამ ერს აქვს ძალიან ძაფრი თვით შეგნება, გამორკვევა და ასე შემდეგ. ნუ ყველანაირი იმპერიას რაც ახასიათებს, ეს არ იცოდა არც ერთმა არაბისთან იდენტიფიკაციის სურვილი არ აქვს რა, დამოუკიდებელი. არაბები იყვნენ დამპყრობლები ისევე როგორც ჩვენთან ისტორიულად და შიიზმი ერთ-ერთი მე შეიძლება ძალიან ზედმეტში გადავდივარ თეოლოგიურად როგორ შევაფასებ, მაგრამ შიიზმი იყო აი ამ დაპყრობისთან ბრძოლის რაღაც ნაწილი, როდესაც არისტოკრატიული ისლამი მიიღეს ამათ. თქო, აი ეხლა ეს როგორ მაზდიანობა იქამდე. კი. და შიიზმი როგორც მაზდიანობის უდიდესი ერი. და რატო არ იცოდნენ? არ ყავთ სპეციალისტები? არ ყავდა, დარწმუნებული ვარ, ეყოლებოდათ, მაგრამ რა მოხდა ისეთი? აი, მინდა თქვენ გითხოთ, რა მოხდა ისეთი? მოხდა ისევ და რო არ შეისწავლეს. ნუ ეხლა ტრამპის ადმინისტრაციას ცალკე რო იტყვიან მოვლენა, მაგრამ იგივე ვთქვათ ბუში უმცროსის დროს. კი ბატონო. საუკეთესო სპეციალისტები მსოფლიოში, ირანის ისტორიის მცოდნენი და მენტალიტეტის დასში ეხლაც არიან, ხო? ბილ ოდომი, ეს 500-წლიანი 400 გენერალი, გადაყვა იმას, რომ არ შეიძლება შესვლა არც ერაყში, არც ასე, ხო? მაინც შევიდა. ირანში უფრო არ შეიძლება. ირანში უფრო, ეს კი მაინც. შვედსკი იყო მაინც, ერაყი იყო შვედსკი. და აი მე მახსოვს ამერიკელები მეუბნებოდნენ, ესე იგი ზის ეს ხალხი ნასწავლი და ეუბნებიან, ხა ერანზე არის ყოლაპარაკი, ერაყი და აი შიიტები, აი სუნიტების მიმდინარეობები ბუში უსმენს ეზარება სასტიკად. მე დააგდო კალამი და თქვა, ხალხო, კარგით რა. ისიც ხო არის მუსლიმი და ისიც არის მუსლიმი და რა გვინდა ჩვენ ახლა ამაზე დროის კარგვა.
და რა მოყვა ვიცით, ხო? მოყვა ის, რომ როცა შეიჭნენ, თქვა, ავღანეთში თალიბებს უჭერდა მხარს 15% თალიბების სტატისტიკა და ბოლოს ის დამთავრდა. როცა გარბოდნენ და 85 იყო მომხრე რომ შემოვიდნენ. როცა გარბოდნენ იყო ზუსტად პირიქით. 85 გახადეს ამერიკელებმა თალიბების მომხრე და თან ეს იგი ლექცია სამარცხინოდ გაიგეს. სამარცხინოდ და როგორ წავიდნენ. აი ეს კონტრპროდუქტიული მოქმედება ეს ის რომ როცა განზრახვები თუნდაც კეთილი თუ არის, მაგრამ ეს ის კეთილი განზრახვებია, რომ ჯოჯოხეთისკენ გზა არის მოფენილი, ეს მეორდება. მაგრამ ამერიკა ყოველთვის უფრო ბრძნულად იქცეოდა ვიდრე ევროპა. მე მაინც ასე მგონია. ანუ იმპერიული სულისკვეთება მაინც გულისხმობს რაღაცნაირად აი დიდ რესურს ტვინებისაც. ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ ევროპისგან. არის უბრალოდ საოცარი მიდგომა არის. ანუ არც იქით უნდა არც აქეთ აი რა მოთამაშე არის. შენ ევროპასთან ამბობ? ოკეი, ხო ევროპა. ხო, ანუ ამერიკა სხვადასხვა პროცესებია. ხო, ამას ვამბობ. ამერიკა ამ პროცესიდან გამოვა. როგორც კი დაინახავს, რომ ძალიან დიდი პრობლემებია, ასია, ისია, როგორც იქნება გამოვა. და ევროპა საერთოდ გაჩხერილია, იმიტომ რომ ამერიკაში ფულს შეულობენ ნავთობის გაზზე, თუმცა ეგ პრობლემაა. რუსები ფულს შეულობენ და ევროპა მხოლოდ ზარალობს. და ძალიან სასტიკად. და ხარჯობს ხო უზარმაზარ თანხებს. გავყავი ევროპა და ამერიკა მას მე რაც და ტრამპი რა თქმა უნდა ესეთი ფიგურაა რა ამ გაყოფაში სერიოზული ხო მას მე რაც ტრამპმა დაამარცხა დემოკრატები და უკვე პარტიებზე რო გადავიდეთ რა პარტიულ დაპირისპირებაზე დემოკრატები და რესპუბლიკელები დემოკრატები ტრამპმა დაამარცხა ამერიკაში ოღონდ ვერ დაამარცხა ევროპაში ვერ დაამარცხა გაგრძელდა თუმცა ებრძვის და ამიტომ გრძელდება ეს ბრძოლა დემოკრატებთან უკვე ევროპულ ვარიანტში ისინიც ებრძვიან ტრამპს განცხადებებით და აგერ არ დაეხმარნენ ორმუზის სრუტის გაწმენდაში. ნატოზე თქვენ უარი რა? ნატოზე თუ არ სიტყვია, კარგი იქნება სხვა შორის, მოდი ესე ვთქვა. ხო და ყველასთვის. აი ამ ბრძოლის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ისიც რომ რუსეთი აწყობს რომ ყავდეს თანტნიორად. სათავისოდ, მაგრამ თან რუსეთი გამწარებულია ვენესუელა ეხლა ირანი ისე რომ პრორუსულ პოლიტიკას ტრამპი საერთოდ რა პოლიტიკას ატარებს ძნელი სათქმელია მე და პეტრე გზაში უკვე გადავქეკეთ ეგ ნაცარი მაგრამ ის რომ ტრამპისთვის აუცილებელი არის მათ შორის ევროპის დამარცხება და ეს არ არის შეცდომა ეს არის სტრატეგია ევროპაზე დარტყმის აი მან ხედა ჩემთვის თვალსაჩინოა აი რუბიოს განცხადებას უახალი რუსეთზე ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე იცით რომ მონაპარაკებელთა ჯგუფი ჩავიდა რუსეთი კვლავ ძლავრი ქვეყანა ბირთვული იარაღი და მნიშვნელოვანია რომ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის გარკვეული ურთიერთმოქმედება ჰქონდეთ მე მგონი საბოლოოდ ეს სპექტაკლი დამთავრდება ესე რომ რუსეთი და ამერიკა მოილაპარაკებს ევროპა დარჩება აფსაიდში და ჩინეთს მოაკლდება ისეთი ხარდამჭერი როგორც არის რუსეთი. აი მე ესე მგონია ლოგიკა ამას ყვარნა. თამაში მაგაზია. კი. თავიდან წამყვანმა მეცნიერებმა ჩვენ ვიცით მირშაიმერი ბოლო გამოუშვეს ტელევიზიით ეს ხალხი საქსი და სხვები. კი. და ბრავარის ყველა იყო იმ აზრისა რომ დადგა ის ფაზა ის ეპოქა სადაც შეერთებულ შტატებს მარტო არ შეუძლია მეტოქეობა ჩინეთთან. დაწყებული იმით, რომ 1.5 მილიარდია ჩინეთში მოსახლეობა, დამთავრებული იმით, რომ ეკონომიკა ასე განვითარდა და ბერამში ჩინეთმა გაუსწრო და მიდის კიდევ წინ, ხო? ამიტომ ყველა საერთოდ მოაზროვნე ადამიანი ამბობდა, რომ უნდა გვერდზე გადავდოთ ბევრი რამ და უნდა მოხდეს
რუსეთთან დაახლოება და ნორმალური ურთიერთობის აღდგენა როგორი რეჟიმის არ უნდა იყოს რუსეთი. აი ამას ახლა უყურებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთი განცხადება თქვენ მოგეხმარებათ. რუბიოსი, ამერიკამ შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიძლება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებს. ეს მუქარა, ღია მუქარა პირდაპირ. კი. და შესაბამისად თან იგივე აზრის მუქარაა. უკრაინას თუ გამოაკლებს, ესეც ევროპას ურტყავს, ხო? კი, რა თქმა უნდა, დაიქცევა უკრაინა. აი ანკორიჩი შეხვედა ალასკაში. იქ მოილაპარაკეს რაღაცები, რომელიც ვერ შესრულა. ემსახურებოდა ამას და რამდენჯერ გაუხსენა პუტინმა ლავროვმა სხვებმა. თუ ანკორიჯის სულისკვეთება დარჩეს. რაში იყო საქმე იქ? იქ იყო რეალურად გავლენის სფეროებზე დაყოფა. რადგან ტრამპმა უთხრა დასტური და გავაკეთოთ ეს. თუმცა გაჩერდა ეს თემა. მაგრამ ვერ გააკეთა. იმიტომ რომ ევროპამ წამოყო თავი ინგლისმა კონკრეტულად. შიგნით შეერთებულ შტატებში იქაც იყო პრობლემები. პრობლემები დიდი. ტრამპს ხელი აქვს მოწერილი პირველი ვადის დროს, რომ ყოველდღე გამორიცხულია, რომ იყოს ასე ვთქვათ აღიარებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. თვითონ ხელი არ აღიარებს, მაგრამ ხო. აი ეს კონფლიქტის გამოტყვრა, ცუდად გამოტყვრა. გამორიცხულია, რომ სენატმა ხელი მოაწეროს და დათანხმდეს იმას, თუ ხელშეკრულებასაც სენატია საჭირო, რა თქვა დონბასი გადავიდეს რუსეთის. ფორმალურად არა, მაგრამ de facto ხო გადავა და de facto არ უნდა იმას რა ქვიანა პუტინს აბა ვერ აღიარებს. არა, მე მჭირდება ამბობს პუტინი. მე მჭირდება რომ ეს იგი თანხმობა თქვენი დაფიქსირდეს, რომ თქვენ ამას ეთანხმებით. და აი ეს არის ჩიხი. de facto-ზე უფრო ჭირდება პოლიტიკური. არა და ალასკაში არ გამოვა, ალასკაში დაპირდა ეს ტრამპი, რომელიც მიჩვეულია იმას, როგორც ახლა ირანში ომია. და კონგრესში და არც კითხავ კონგრესს არაფერს თქვა საჭირო. ხათაშორის მინდა ესეც კითხოთ. აპრილის ბოლომდე გვარდა არ კითხვის და მე უნდა კითხოს. კი და აი ეს არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წერია პირველი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც ღიად გამომწვევად არღვევს ამერიკის კონსტიტუციას. თუმცა, ხო, ოღონდ გარკვეულ ფარგლებში მაინც. მანევრებს სხვა შორის ჭკვიანია ეს არ არის. არა, ხალხი ყავს და კი, და სხვა შორის რამშტაბერა ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვია ვენესუელაში წარმატება, იმიტომ რომ დაითრია ვენესუელას ნავთობი. ზუსტად. და სხვა შორის ძალიან დიდი ფული დაითრია, მოდი მე ესე ვიტყოდი რა. პირდაპირ ამერიკისთვის ძალიან კარგი შედეგი დადო რა. ამერიკისთვის არა. ნუ თავისთვის შეიძლება. თავისი ჯიბისთვის, იმიტომ რომ ტრამპა რა გააკეთა? ყველა მიცოდეს, ტრამპა გახსნა ოფშორებში საიდუმლო ანგარიში საკუთარ სახელზე. ცნობილი ფაქტია. კი, უთხრა იმ ქალს, რომელიც მოადგილეა, რომ რას გინდა თქვენი რეჟიმი არ მაინტერესებს 100 წელი. სხვა შორის ეგრეა, კი. აი ტანკერები რო წამოვა. აი იქედან, აი როგორც ორმოში ამბობს, რომ ჩამსვე წილში ტანკერების ფულის იმაში, რომ მე მივიღო იქედან პირადად მე მივიღო შემოსავალი და გავიყვან ყველა. მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის ტრამპისნაირი ფიგურა უფრო ჯობია, ვიდრე ძლიერი ადამიანები. ტრამპის კითხვა პირდაპირ არ უნდა ბილი ძალა, მე ბილი ძალა ძალიან მასპოთებდა მათი და არის მოლაპარაკების ტიპი. მე მაინც ძალიან მომწონს იმასთან შედარებით, რაც იყო ეს პოლიტიკა, იმიტომ რომ ღია არის ყველაფერი პირდაპირ კულისებში კი არა, პირდაპირ სცენაზე არის გამართული ვაჭრობა. მე პირადად ეს მომწონს. ანუ ქვეყანა ასე შეიცვალა მსოფლიო და შორს არ არის ძლე, როცა ყველაფერი დაალაგდება. ეს არის, მაგრამ არის მეორე მხარე. ეს არის სრული იმპულსურობა. მე მგონი მაინც ცოტა ღრმათ რო შევიხედოთ, ნათამაშები არის ეს ყველაფერი. არა. ეპატაჟი არა, არა, ქვია კიდეც მასე ხელოვნური მაგას ეგეთი სტილი ქონდა ბიზნესის. კი, ამიტომ არის რომ დღეს ტრამპის რეიტინგი არის უფრო დაბალი, ვიდრე ოდესმე ქონია ბაიდენს. ამიტომ არის ის რომ დღეს გაზრდილი ეს ფასები ბენზინზე და ყველამ უნდა იცოდეს. თუ ყველაფერი უნდა თქვათ, ხო? სრული ობიექტური სურათი. როდესაც ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა მთელ მსოფლიოში, რომ მოხდა გარღვევა, მიღწეულია ძალიან კარგი შეთანხმება, რომელიც ახლა მუშა პროცესშია და მალე ყველაფერი ამას ყველა გაიგებს, ხომ? ამ დროს ომანის სამპრემინის, რომელსაც ეკისრებოდა შუამავლის როლი ამერიკასა და ირანს შორის, ხომ? ამ დროს შეთანხმებული ქონდა ეს განცხადება, რამ განცხადებას ვაკეთებ, როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ისე ირანთან. ეგ გვახსოვს, კაცო, ეს თქვა თუ არა, ტრამპი გამოვიდა და დაბომბა.
კი, მოდი მასე კი, მაგრამ კიდევ ეს შეფასებულია ირანის მიერ. ყველაფერი უნდა ვთქვათ. არაპროგნოზირებადობა არ არის ყოველთვის მინუსი. არა, მე ვამბობ რომ მინუსია, მაგრამ მე ვამბობ შემდეგ. საქართველოსთან სხვა ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაიმსახურა ისეთი მოპყრობა, როგორიც არის. არიზონეს თავიანთ დაცვაზე, არიზონეს ეროვნულ ღირსებას, ეროვნული სულისკვეთების გაზრდაზე და ამიტომ არის ირანიდან გამოფენილი $300 რაღაცა მანქანა უზიარებს მილიარდებს. აი ეგეც არის. ესეც თქვა სიმართლე, მაგრამ მაგას თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობები. როგორც ჩანს, ამერიკა ამას უნდა ეს რუბიოს მისამძიმუნება არ იყო შემთხვევითი, მეგობრებო. გაცილებით უფრო ღირსეულად იქცევია და ჩვენო თავი დაგვანებეს განცხადებებიდან გამომდინარე, ამას ახლა დავიცავ ჩემს პოზიციას ბოლომდე, ვიდრე იქცევდა წინა ადმინისტრაცია და იქცევიან ევროპელები. ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი არ იყო პატარა ვიზიტი. ხო, ეს ვიცი შემოვიდა. ანაკლის ინტერესით ვიზიტი. ეხლა ანაკლის ინტერესზე, ხო? მე ახლა გამოდივარ არავინმეს მხარეს, არამედ სრული სურათის შესაქმნელად. ჩვენ გვახსოვს ტრამპის პირველი ვადა. ჩვენ გვახსოვს პომპეოს ჩამოსვლა აქა სახელმწიფო მდივნისა, ტრამპის მიერ დანიშნულისა, უშიშროებიდან წამოსული კაცისა და უშიშროებიდან მოიყვანა პომპეომ მკელი დეგნანი, რომელიც არ იყო დიპლომატი პროფესიონალი. პომპეომ თქვა საოცარი სიტყვა, რომელსაც ნამდვილად საჯაროდ, რომ არ ველოდებოდი ოდესმე რომ მოვისმენდი სახელმწიფო მდივნისგან ეს სიტყვა. მან თქვა, თქვენო უნდა ააშენოთ ანაკლის პორტი საქართველოს. ოღონდ უნდა ააშენოთ ისე, რომ არც რუსები და არც ჩინელები არ შეუშვათ. აბა ვის იმას და არც ამერიკელები არის. ვისთვის მე მაშინათვე გამოვიდი და თქვი, ბატონ პომპეოს რომ გაეგზელებინა ეს ფრაზა და ეთქვა. არც ამერიკელებს. ნუ ხელავთ ნურაფერზე. ჩვენ ამერიკელები 7 მილიარდ სიტყვაზე დოლარს ვდებთ ინვესტიციას ანაკლის სპორტში. რუსეთი პრობლემას არ შეგექმნით, იმიტომ რომ მოვილაპარაკეთ და უსაფრთხოება იქნება. და ასე შემდეგ ოპიკი ეს ამბობს, ახალი ამბობს. ეხა ეს ვიზიტი გამორიცხულია. ნახოთ. ეხლა ეს რო ეთქვა და ეხლა მეორე თქვა ძალიან მარტივი და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე. გლობუსზე არსებობს ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც თავისი კოლგა ჩინეთმა კაპიკი არ ჩადოჯერა ანაკლის სპორტში, არც ერთი კაპიკი, მაგრამ კოლგა თავისი დროშა ოდნავ გამოაჩინა. მოხდა ეს თუ არა ბელგიის დიდი ფირმა შემოვიდა რეალურად, უკვე დაასვე, ხლა რა ხდება? გლობუსზე ერთადერთი და ეს პომპეო თუ არ იცის, მაშინ არ ყოფილა, ასე ვთქვათ, კლინიკურად ნორმალური, ხო? ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელიც თუ ხელს მოკიდებს ანაკლიას, ან თავის კოლგას, თავის აბრას აჩვენებს. რომელი? პუტინი ხმასაც არ ამოიღებს და პრობლემას არ შემის. ანაკლის სპორტი შევახსენოთ მაყურებელს, პირდაპირ საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს. კი, იქვე არის ბაზა. აქედან რუსის ტანკები დგას 30 კილომეტრში. მე ნაკლებში. ხო, ნაკლებში. პირდაპირ ხაზზე, ხო? პირდაპირ ხაზზე დგანა ჯარისკაცი, ხედავთ იქ. კი, ხედავ და ანაკლის სპორტი, ხომ და ანაკლია, აგერ არის ბადე, აგერ არის ტანკი, ხო? ეგრეა, ზუსტად. ხო? ამიტომ აი ვინმე გიჟი მსოფლიოში და ეხლა რომ გამოდიან ანტიეროვნული ძალები და 1-5 წლის წინ უკვე უნდა პორტს უნდა ემუშავა, გახსნილი ყოფილიყო და კიდევ კარგი საფიორა არ შედგა, ჩვენმა ხელისუფლება ვახკვეთ. ხო, მაგრამ არის ერთი სახელმწიფო ერთადერთი. ვინა? ჩინეთი, რომელიც თუ ეხლა რუსეთმა რო კრეისერი დადგას რეიდზე. სუდიათ. ხო, მორჩა და გათავდა, ისეც არ შემოდიოდა ინვესტორი არავინ. იმიტომ იციან და ეხლა ჩინეთი არის ის ფაქტორი დღეს და სხვა ჩინეთი ფაქტორი ამერიკისათვის. ყველასთვის. აი ეხლა გადადო ტრამპმა შეხვედრა, იმიტომ რომ არ გამოვიდა, რას ქონდა გეგმაში, მაშინ 28 თებერვალს რო გამოვიდა და ყვიროდა აიათოლებს უნდა და შესვლა. მე მაინც ჩემსაც ვაწევ, უყურეთ, ეხლა არის მე უყურებ, მე ვარ პატარა საქართველო. მე არც რესურსი მაქვს, მაგ მარტო ტერიტორია, არ ჯარი მაქვს, არც ფული მაქვს, ჩემი სულისკვეთება, ჩემი რელიგია, ყველი პური, კეთილი გული. ნაცარქექია სავითავა რა, პირდაპირ თქვით, რომელიც დევებს ამარცხებს, ოღონდ არ დაგავწევთ. ნაცარქექია რატომაც გონიათ ნეგატიური პერსონაჟი. პირიქით, ჩვენი ეროვნული გმირი არის ეგეთი კაცია რა. კი, ისტორიული და მოხერხებულად ისტორიული მოდელია. ისტორიული მოდელი ჩვენ. იმიტომაც შექმნა ხალხო. ხო.
მე უყურებ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პოლიტიკას, რომელიც ღირებულებით ნაწილით მე შემიძლია დავარქვა და განკვეთულად ზოგჯერ ეგეც არის, რომ ჩვენ გვიახლოვდება. ასევე უყურებ ევროპას, რომელსაც ჩვენთვის ცუდის გარდა არაფერი არ გაუკეთებია, ეხლა ეს ბოლო ხანი. მე დამასანქცირა ბრიტანეთმა, ამერიკამ არ დამასანქცირა. მე ბოლომდე გიჩნევი ნიპრიას დისპირტობა, რომ არაფერ შუაში არ ვიყავ. ჭამას არ შეგიძლია, ხო, კუშაცნი მაგუ. ანუ მე არაფერ შუაში არ ვიყავ, არც ჩვენ, არც ზუსტად. არაფერ შუაში არ ვარ. სразу კასოი, ჩუსტო сразу კასოი. ანუ დამესმენ თავს და იქო უკრაინაში რატო ურევო? რა ქართულად რაღაცებს ლაპარაკობ, თქვენივე ტექსტებს თარგმნი და ლაპარაკობ. ხო, რანაირად ურევ. ხო და მე მაინც გონია რომ ისე მოხდება, რომ დიდი შეთანხმება შედგება ახალი იალტა, სადაც ამერიკას ჩვენთვის მაინც დადებითი როლი იქნება ასე თუ ისე და ჩვენ რაღაცა ფულის შოვნის დიდ ამბავში, სწორედ ნეიტრალურ ამბავში, ამერიკის გარშე ნეიტრალიტეტი არ გამოვა, კი ვიცით ეგ ჩვენ. ევროპა შეიძლება დაიკიდოს. დაიკიდო ნეიტრალიტეტის ამბავში. მე როგორც ნეიტრალური საქართველოს წევრი, მაგდო გეკითხებით. მე პრინციპში გეთანხმებით. კი ბატონო. იმიტომ რომ აი ახლანდელ ადმინისტრაციას აი ეს ხედვა აქვს. აქ გახსოვთ ტრამპმა რო თქვა ზანგეზურზე, ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ეს ხო პუტინის მიწაა. ესმით? კი პუტინის მიწაა. ეხლა მეორე არის ჩვენთან რომ დგას ეს ბაზები რუსეთის, აფხაზეთსა და საფრთხეთში და ზოგი არის ასე ახლო, ხო? ეს ძალიან კარგად ესმის ამ ადმინისტრაციას, რომ არის დე-ფაქტო რუსეთის ფედერაციის საზღვარი სახელმწიფო. იმიტომ რომ იქ დგანან რუსი მესაზღვრეები, რუსი სამხედროები და რუსეთთან გართულება ამათ აღარ უნდა. არ აქვთ, არ უნდათ. ეს ძალიან თქვენც მინდა იგივე პასუხი. მაგრამ იცი რა არის რუსეთის მიწა რო არის და რუსულ ფაქტორს რო უწევენ ანგარის, მე მგონი რაღაცეებში ჩანს. ეხლა ევროპა ჩვენ სიტუაციიდან რო ამოვიდეთ რა. ევროპა ცდილობს რომ აქ ისე შეიცვალოს ხელისუფლება ეს ორომტრიალი. ხო, აი ეს. და ვის აწყობს აქ ხელისუფლების შეცვლა? ამერიკას არ აწყობს. ამერიკას არ აწყობს. არა, ხო? რუსეთს მე უნდა ისე რომ ევროპა ეხლა რუსულ თამაშს თამაშობს. თუ დავაკვირდით. რანაირად? თუ ხელისუფლება შეიცვალა. არ მგონია რუსეთს არ აწყობს. რუსეთს რატო უნდა შეიცვალოს ხელისუფლება? რატო უნდა მოხდეს არეულობა კავკასიაში? არ მგონია. თქვენ ბატონამას. პეტრეს დავესახები, ვეთანხმები. რუსეთს მაგრეშინია ჩინეთის. სიმბირი ისე მოაჭამა თითქმის ჩინეთმა, ხმა ვერ ამოიღო რუსეთმა. აი იმიტომ რომ ჭირდება თანამშრომლობა. ჩინეთი აქ რო შემოვიდეს კავკასიის ხაზზე. მე მესმის ეს თეორია მესმის, მაგრამ ეხლა ამ ხელისუფლების დროს საქართველოს არ არის ფაქტორი დაპირისპირების. და შესაბამისად, კარგად არის საქართველოს ეწევა ნეიტრალური პოლიტიკის ჩანასახოვან მოძრაობას. ეს არ იყო თავიდან. არ იყო ეხლა, არ ამგონია ეხლა აწყობს. 22 წელს. არც ერთხელ ევროპის გარდა არ აწყობს. შეცდომები და ევროპას რატო არ უნდა? აი მოდი რატო არ ვინ არის ევროპაში ოღონდ? ვინ არის ევრობიუროკრატიას რატო არ უნდა? ეგ ძალიან საინტერესო ამბავია. ჯერ ერთი აი თუ შეიძლება ნუ ვამბობთ ევროპაზე მთლიანად. ევრობიუროკრატია თქვა. ბიუროკრატია ხა ნახეთ, აი გამოჩნდა ინგლისი. ეუთოს მოსკოვის ეს შემზარავი რაღაცა ცილისწამებული. შეთანხმება, ხო. 24 აძლევს ხმას. 33 ეუთოს წევრი არ აძლევს ხმას, მათ შორის ამერიკა, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, სხვები, ხო? ხო. არ აძლევენ ხმას. ახლა გამოჩეკილი ევროპელები აძლევენ. ეხლა ბალტიის პირები და გამოხდა, რაც მე უშუალოდ რომელიც ევროკავშირმა დასვა საჭესთან. კი ბატონო. ბალტიის პირებს იმართავს. ჩვენ რამას სულ ვცდილობთ ეს საერთოდ ინტელიგენციის აი თქვა თვისება ყველაფერში რაციონალიზაციის დანახვას. შეთქმულების თეორიებს გავხსნა. აი ეს რო გააკეთეს ეს იგი რაღაცა რა ედო საფუძვლად. საფუძველი და ასე შემდეგ. აი რა ედო საფუძვლად. რაშიც მე მონაწილეობდი და მინახავს, ხო? ედო საფუძვლად ის რომ ევროპაში ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი და ეს სააკაშვილის დროს როგორ გამაგრდა, აგერ არის ეს ნამდვილი NGO ქვეყანა, არასამთავრობო სადაც დიდ ფულს ჩავასხავთ.
დიდ ფული კეთდება და მივიღებთ უკან. ამაზე წერდნენ შესანიშნავი კვლევარები ევროპელები, ჩემთან ხავს ეს ენჯიოკრატია საქართველოში მუდმივი კლიენტის ფაქტორი. აი თქვათ ეს გიგაური რამდენ ხანს არის უცვლელი ლიდერი. უცვლელი. რატო უცვლელი? იმიტომ რომ კარგად მუშაობს. პატკატები და პატკატები ეს რუსული ტერმინებია, სადაც არის, იქ არის უკვე ერთი და იგივე, ხო? აგერ არის ეს ქვეყანა, რომელსაც გრანტს რო ვაძლევთ მის NGO-ებს და მთავრობასაც, ამის შემდეგ უნდა შეასრულოს ABCD. ჩამოვიდა ჯერ კიდევ 24 წლის არჩევნებამდე გერმანელი ძალიან ცნობილი იურისტი პროფესორი ხანდაზმული მუშაობდა ამ ევროპის სისტემებში და გვითხრა რომ თქვენ უნდა გესმოდეთ დღეს ევროკავშირი ეს არის იგივე ლამაზი ქალბატონი დივა კაპრიზული მხოლოდ ქათინაური მხოლოდ ხოტბა ერთი რო წამოგცდეთ კრიტიკული თქვენ ნახეთ რა მოგივა ესენი რაციონალურები არ არიან ამის შემდეგ ეს არჩევნები ყველაფერი ხდება და გამოვიდა პრემიერი თურმე სუვერენული და ეროვნული სახელმწიფო სიკობახიძე და ამბობს პირველი ჩვენ ინიციატივით არ დავიწყებთ მოლაპარაკებას გაწერიანებაზე. გადავდეთ ხო? ეს არის როგორი სილა, ეცით აი მარჯვენა. პირდაპირ კი ბატონო. მეორე 28 წლამდე არცერთ გრანტს არ ავიღებთ. კაპიტს არ ავიღებთ. მაგრამ ეს ამით კი არ დაასრულა. თქვა ბოლომდე და უნდა ეთქვა. თქვა ბოლომდე ამით ჩვენ გამოვაცეთ ახლა ევრობიუროკრატიას იმ შანტაჟის იმ პროფესორი ამბობდა ოდნავ არ წამოგცდეთ. შანტაჟის იყო შანტაჟი? როგორ არ იყო? ამიტომ სიმართლე უნდა თქვული იყო ეს იყო ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. მე ბედნიერი ვარ რომ მოვესწარი ამას. თქვენ გახსოვთ შანტაჟის ერთი ძალიან უბადლო კითხვა, რამაც შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი იყოს ეს ნაბიჯი გადავდით. ბაიდენი მიდიოდა, კობახიძე იყო ჩვენი პრემიერი იყო მაშინ იყო ნიუ-იორკში. სად ვახშამზე მიიწვიეს და მე გააუქმეს. აი ეს ამ ადმინისტრაციას ეს არ მოუვა. იაფასიანი მეთოდებით რაღაც დაგვამცირეს რა. როგორი ყვის არასერიოზული რამ. ჯუდით ბრინგსი თუ გადავუხვიე ხომ, რომელიც აქ მუშაობდა ორი ვადა სხვა თანამდებობაზე და მე იმ ვიქტორია ნულადმა გაუშვა ელჩად უკრაინაში. აქ უშვებდა ჩვენება უარი თქვეს. ხო. და სწორედ თქვენს უარი და მე მითხრეს ამერიკის ყოფილმა ელჩებმა სოციალურებმა პირველი შემთხვევაა რომ ქვეყანა ამბობს უარს და დადახტვა ის. კი ეს ამას არ გაპატიებთ არავინ იმ ადმინისტრაციაში. ჯუდით ბრინგსი გახდა ელჩი უკრაინაში. და რა? ბაიდენი გამოდის და ამბობს რომ ჩვენ ვაწვდით უკრაინას სიარაღს, მაგრამ იმ პირობით რომ ეს სიარაღი არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე. არ შეიძლება სრულად. ბატონ ცეცხლის ხაზზე. გამოდის ბრინგსი ჩვენ ვაწვდით ამერიკის ელჩი ჩვენ ვაწვდით უკრაინას სიარაღს ხოლო როგორ გამოიყენებს ამ იარაღს უკრაინა ეს უკრაინის საქმეა და რჩება ელჩად ბაიდენს არ ესმოდა არაფერი. კი რჩება ელჩად იმიტომ რომ აი მირშაიმერის და საქსის ერთობლივი გამოსვლა მოისმინეთ რომ deep state-ი თუ არსებობს აგერ ეს ქალი რომ გამოჩნდა ვიქტორია ნულანდი რომელიც წავა მეიდანზე და არიგებს ამ რაღაც მოწყობილებს და მერე კარნახობს ვაშინგტონიდან კარნახობს ამერიკის ელჩს რომ იაცენიუკი ახლა გამოუშვით კლიჩკო აღარ გინდათ მერე ესეთ fuck EU რო ამბობს ის კაცი ამბობს რომ EU-ს დედაცვატელი ორ ბილადრო ვიქტორია ამბობს ეს კაცი და ჩვენ აქ თანამშრომლობთ EU-ს ევროპის ელჩთან EU-ს ელჩთან და სხვა ადრესანი არიან და do you know what fuck EU ეხლა თქვა ჩვენ და მე სკანდალი და ასე შემდეგ. აი ესეთ ვითარება იყო. არც უარყია საჩეს. მაგრამ თქვა რომ შანტაჟის იმას ვაცლით ბერკეტებს, ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა, რომ შანტაჟის რეალური ბერკეტები გახსოვთ ხალხის გამოყვანა კანდიდატის სტატუსზე. კი. გახსოვთ ხომ? ამის შემდეგ გახსოვთ რომ გამოვიდა ბორელი და ჩვენ ახლა ფიქრობთ რომ უკვე 158 მილიონი ევრო გრანტი უნდა მივგეცა საქართველოს თავრობისათვის. ჩვენ ახლა ავდგებით და სამთავრობო ორგანიზაციას მივცემთ. ვერ მიცეს. ახლა ვეღარ მიცეს, მაგრამ ხო თქვა? ანუ მოხდა აი ისტორიული რამ ქვეყნისთვის. მოხდა ის რომ ევროკავშირმა იმ შემადგენლობრივ გადამტანებულები არიან ბატონო გზასამოს წინ. მართალია. მე ეს ვიცი მე მაქვს ურთიერთობა ბრძოლა მინდა გებზია ეგენი გებზია პირველ რიგში რა ეს ადამიანები არიან როგორ იცი გამწარებულები როგორ გაბედა პატარა საქართველოს და შერჩათ ხელში ბერკეტების ნაცვლად შერჩათ განცხადებების კეთება და ეს არ მოწოთ მათ ავტორიტეტს ეს ძალიან სამარცხვინო იგივე ადგენენ და მოსკოვის დოკუმენტი და 33 ქვეყანა ახარ გიწერს ხელს მათ შორის ამერიკა და სხვა იცი რა პეტრე
მე მაინც მგონია რომ იქ შენ კორუფცია ახსენ ცოტა ადრე მაგრამ ამ განცხადებებსაც რაღაც ფული კეთდება ეგრე არ არის იმდენი არა დიდი მადლობა მეგობრებო ძალიან საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ეხლა უნდა დაველოდოთ არჩევნებს ორბანის არჩევნებს იქ უნგრეთში და გადამწყვეტი არჩევნებია ნახოთ ვინ მოიგებს ორბანი მოიგებს თუ ევრობიუროკრატია ნახოთ რთული ვითარება ყველა შემთხვევაში ორბანი არსად არ დაიკარგება და მის მომხრეები არა ეს მესმის მაგრამ წკიბზე არა ჩვენ ეგეთი არჩევნები რომელი გქონდა ალბათ 12 წელი რა თუ მე აღარ გქონდა ეგეთი 12 წელს არ გქონდა იმიტომ რომ ხალხი ჩვენ ხარეს იყო ბატონო მეტიც იმიტომ რომ პროგნოზით ელოდებოდნენ ამერიკელი ბედასხვები 60% სააკაშოს 40% ეს პროგნოზები და მე მოხდა ციხის კადრები და აი ეს 20% აქედან გადავიდა აქ თვითონ ყვებოდნენ და თვითონ არა კრიტიკული არჩევნები 24-ში უფრო იყო რა 24 კი ბატონო დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ პარასკევს